მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ თქვენი პირადი ცხოვრება აპრილში. ვნახოთ ახლა ვისთვის იქნება ეს გაშლა, ახლა რა ენერგიებში ხარ თქვენ და მერე უკვე კითხვები დავუსვათ ტაროს და ვნახოთ რა გელოდება თქვენ მაგ პერიოდში. ახლა ვისთვის იქნება ეს გაშლა, ვნახოთ. ნუ თქვენ პრინციპში როგორ ხართ შეხედეთ რა საინტერესო არის ახლა. Так, შეხედეთ, ახლა გაქვთ რაღაცა ცოტა რთული სიტუაცია, შეიძლება თქვენ არ იცით როგორ საერთოდ იქნება, როგორ გაგრძელდება, ძალიან ბევრი ფიქრი გაქვთ, ძალიან, იმიტომ რომ აი შეიძლება არის რაღაცა გაუგებარი სიტუაცია თქვენს პირად ურთიერთობაში, თქვენ კი ხართ ახლა ისეთ ენერგიაში, რომ აი ნუ სიყვარული ცხოვრობს, მოდით ასე ვთქვა, თქვენს გულში არის, არსებობს, მაგრამ ამავდროულად აქ ვეტყოდი, რომ შეიძლება თქვენ არ იცით რა მელოდება. აი აქ მაგალითად ბიჭებისთვის შეიძლება იყოს და სიტუაცია, რომ არ ვიცი, მე კი მინდა გოგოსთან მივუახლოვდები, მაგრამ არ ვიცი მისი პასუხი და ეს არის ჩემთვის კოშმარი. აი ეგეთი რამე შეიძლება იყოს. სხვათა შორის ახლა რაღაც ძალიან მართლა აფორიაქებული ენერგია აქვთ უფრო ბიჭებს და უფრო ჩდებიან ხოლმე კონსულტაციებზე, რომ ძალიან ნერვიულობენ და შფოთობენ ურთიერთობების გამო, იმიტომ რომ რაღაცა ნუ ცოტა არ იყოს ჩემთვის ეს დაუცნაურია, რომ კაცები ფიქრობენ, რომ ხალი დაავაბრუნოთ რა მიჯადოებით. ეს არის რაღაც სასწაული გეფიცებით ყველაფერს, რომ ესე იგი ანუ სხვანაირად უკვე აღარ შეუძლია, ხო, ეთყობა ქალების დაბრუნება თუ როგორ არის, მე ვერ გეტყვი. მაგრამ ნუ არის ეგეთი მომენტები რა. ნუ კიდე ახლა აქ ნუ კი, აქ გეუბნებით, რომ ძალიან გულში გაქვთ თქვენ სიყვარული, უბრალოდ არ იცით თქვენ რითი გაგრძელდება, იქნება, არ იქნება ეს ურთიერთობა და შეიძლება რაღაც ძალიან შეშფოთებულები ხართ და ფიქრობთ, რომ აი არ ვიცი რა მაგ ადამიანთან მექნება საერთოდ რამე, ან ზოგისთვის საერთოდ არის ახლა გაზაფხული მოვიდა და ფიქრობს, რომ ღმერთო ჩემო, სიყვარული არ უნდა მეწვიოს თუ დავრჩები ისე უსიყვარულო თუ რა ხდება საერთოდ ახლა ვერავინ ვერ მხედავს თუ როგორ, ნუ აი ეგეთი რაღაც ენერგიები გაქვთ, ხო? ზოგისთვის ხო გეუბნებით, გაქვთ ეს მომენტი, რომ ხო არ დავკარგე უკვე ის ურთიერთობა, რომელიც თქვათ მაგ, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი აქ ნუ არაფერს არ გეუბნება, თქვათ სამომავლოდ შეიძლება არ გეუბნებათ, როგორ განვითარდება სიტუაცია, შეიძლება ელოდებით რამე მაგისგან და გაუგებარი მდგომარეობაში ხართ რა. ადამიანი არაფერს არ ამბობს. კარგით, მოდით ვნახოთ თუ იცანით თქვენი სიტუაცია, ჩვენ ახლა ვკითხოთ ტაროს, რა ენერგია ახლავს თქვენს პირად ცხოვრებაში აპრილში. ვკითხოთ, რა ცვლილებები გელოდება თქვენ საერთოდ სიყვარულში. ისიც ვკითხოთ, რომ ანუ ზოგადად ჩვენ გვაქვს ხო გაშლა, ზოგისთვის ესეც არის მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება ვნახოთ, რომ გამოჩნდება ახალი ადამიანი თუ ვინც ვიღაცაც, ნუ ვინმე წარსულიდან დაბრუნდება. თუ ყავთ უკვე აი ეს ადამიანი, გავიგოთ ჩვენ ეხლანდელი მისი რა გრძნობები აქვს მაგას და ვნახოთ ახლა აპრილშიც რა იქნება, რა გრძნობები იქნება, ასე დავდებ მე რომ არ შემიშალოს. იქნება თუ არა მისი, ნუ ქმედება რა, ქმედებები მისი მხრიდან. ისეც ვკითხოთ ჩვენ, რა უშლის ხელს საერთოდ ჰარმონიულ ურთიერთობას. აი აქ ხო ხედავთ ისეთი სიტუაცია რაღაც უცნაური გვაქვს ჩვენ და ვნახოთ ახლა სადამდე მივა თქვენი პირადი ცხოვრება აპრილის ბოლოს და თქვენ ახლა რჩევასაც აქ ავიღოთ თქვენთვის ჩვენ. ანუ რა რჩევას მოგცემს ტარო. Так, всё, მოდით დავიწყოთ ახლა. ნუ აქ ჩვენ ნახეთ ბოლოში რა ულამაზესი იმპერატრიცა არის, რაღაცა სწაული, ზღაპრული ქალი და აიგერ გვერდით არის თქვენი აქ შეიძლება ვიღაცა სხვაობა გქონდეს ასაკში. აუცილებელი არ არის, მაგრამ ნუ არის რაღაცა სხვაობა, კი, მაგრამ ჯერჯერობით აი გაუგებარი სიტუაცია. ვნახოთ, всё, ახლა მაინტერესებს როგორ რა იქნება. Так.
როგორი ენერგია იქნება აპრილში სასიყვარულო. ნუ აქ სხვათაშორის როგორი ენერგია არის და გადაწყვეტილების მიღების ენერგია ასევე ტყოდი მე აქ იქნება როგორ იცით თითქოს შეიძლება არჩევანის წინ იქნებით აქ შეიძლება როგორ არის იცით ეს მოიცადეთ ეს ავიღოთ როგორი ენერგია ახლავს ამ პერიოდში და მოიცადეთ ეს მინდოდა არა ეს მინდა უფრო ეს უფრო მინდა რომ დაგვეხმაროს ჩვენ აქ იმიტომ რომ ენერგია როგორ არის იცით ორიანი როცა არის ანუ ხარ რაღაც გაუგებრობაში მაინც ან გადაწყვეტილება უნდა მივიღო ან სად მივდივარ აი აქ უფრო ფიქრები ხო ნუ ენერგიაც არის რა თქმა უნდა აბა მოდეთ ვნახოთ უფრო კიდე დავაზუსტოთ ახლა ნუ ხო გეუბნებით, აქ გადაწყვეტილების მიღება არის რა. აქ არის გადაწყვეტილების მიღება, აქ რაღაც ახალი და საწყისი იქნება, აქ ახლა უნდა მოვიფიქრო, რა ვქნა, სად მივდივარ, რას ვაკეთებ, აქ როგორ რანაირად გადაწყდება, აქ შეიძლება თქვენ იყავით ისეთ პერიოდში, ნუ მithumetes ახლა როცა აი აქ რო ვხედავთ ახლა ამ სიგნიფიკაციის გამო, კი შეგვიძლია თქვა რომ აქ შეიძლება ადამიანი იყო რაღაცა გაკვეთილებში იყავით თქვენ ნუ ახლა ხო იცით როცა თქვათ ახლა ბევრს მაგაზე ვლაპარაკობ იცით თქვენ უკვე რასაც გულისხმობ მაგრამ აქ რაღაც პერიოდი რომ უნდა გამოვიდე მე ამ სიტუაციიდან გავარკვიო იმიტომ რომ ნახეთ როცა არის აი ესეთი მომენტი რომ თქვა თქვენ გააქვთ სიყვარული მაგრამ უკვე თვითონ არ იცით სად მიმიყვანს ადამიანი არ გაძლევთ თქვენ არანაირ დაუშვოთ ახლა პასუხს ან სად მივდივართ ვართ ერთად არა ვართ ერთად ხო კი გაქვთ გრძნობა მაგრამ კი ხართ ადამიანზე უკვე ისე даже ну თქვათ აქ მიჯაჭვლეთ მაგრამ აქ უბრალოდ აი გინდათ რომ შეიცვალოს ეს სიტუაცია ამიტომ აქ შეიძლება იყოთ არჩევანის წინ რომ რა გავიგე მე იმ პერიოდში როცა შეიძლება აქ პაუზაც იყო თქვენთან გამიგეთ მაგრამ აქ იყო შემიძლია გითხრათ ეგაც რომ თქვენს პარტნიორზე შეიძლება აქ მიდიოდა მუშაობათან ძალიან ძლიერი რომ მას უნდა გაეგო საერთოდ ეს სიყვარული უნდა თუ არ უნდა გამიგეთ აი ეგეც იმიტომ რომ თქვენ ახლა როცა კი ვამბობ თქვენ რა ენერგიებში ხართ მაგრამ თქვენ როცა ხარ აი ასე მჭიდროდ პარტნიორთან ხო რა თქმა უნდა შეიძლება არეულიც იყოს ეს თქვენი ენერგიები რა შეიძლება რასაც თქვენ გრძნობთ იმას გრძნობს ისეც კაიგეთ იმიტომ რომ აქ არ არის ესეთი კარტები რომ თქვა დასრულდა რამე აქ არის უბრალოდ შეიძლება ვიღაცასთან არის რა ქვია მაგას პაუზა ხო ну ნახოთ ახლა მაშინ რა ცვლილებები გელოდებათ სიყვარულში მაგ პერიოდში ну აგერ არის აგერ თქვენი თასების მეფე აგერ არის თქვენი თასების მეფე და აქ ეთყობა რაღაცას ცვლილებებს რას მოიტან ხო ну და თქვენ ერთად შეხედეთ ну ესე იგი აქ იქნება რაღაცა ცვლილებები ყველა ვარიანტში ბიჭებო თუ თქვენ უყურებთ ესე იგი ყველა ვარიანტში ან ну ურთიერთობა თუ გაქვთ თქვენ აი აქ ამ მდგომარეობაში, მაშინ თქვენ გექნებათ უკვე კონტაქტი, ხო? თუ არა გოგოებისთვის ეს ბიჭი, ასე იგი უნდა გამოვიდეს, გამოხატოს თავისი გრძნობა. ეხლა ჩვენ აქ ვნახავთ კიდე ახლა ხო გვაქვს პოზიცია რომ შემდეგი ანუ ახალი გამოჩნდება თუ ის ვიღაცა წარსულიდან მოდეთ აბა ვნახოთ ახლა ჩვენ ახალია თუ აქ წარსულიდან ადამიანი ბრუნდება ნახეთ ახლა წარსულიდან ეს ურთიერთობა იყო ანუ ძალიან აი წყაბზე რო იტყვენ მე იმიტომ რომ 10-იანი არის როგორ ადამიანი რომელმაც მე ხო გითხარით თქვენ რომ აქ ნამდვილად ადამიანს ასწავლიან რაღაცას და თქვენ რო გამოდიხართ რაღაცა გაკვეთილებიდან ხო ეს ენერგია ახალი ნახეთ განახლებული იქნება და გადაწყვეტილება მაქვს მისაღები მე სად მივდივარ მიხვდეთ და აი ზუსტად ეს მომენტი აქ შეიძლება თქვენი პარტნიორი ხო ეს რომელიც თქვენ ზღულში ზის ასე რომ ვთქვათ ეს ადამიანი ახლა გამოდის რთული პერიოდიდან ანუ აქ შეუძლებელი სიტუაცია არის აქ როცა უკვე ადამიანს იმდენი აქ ნაფიქრებელი იმდენი რომ რა ვიცი აქ უკვე რომ იჯდეს ჩუმად ნუ რა გითხრათ რა კი აგერ არის კი ბატონო
აქ ადამიანი უკვე გამოდის ამ რთული პერიოდიდან და უკვე ემზადება, ფიქრობს იმისკენ, აი რომ ვიმოქმედო, აქ ნახეთ როგორი კარტი მოდის, სულ ესე იგი ვიღაცის სიყვარულზე არის, იმიტომ რომ ნახეთ რატო გითხარით რომ წყაბზე არის, იმიტომ რომ არკანებიც ეგ ისეთი არის. აქაც ორიანი ხმალების, აქაც ორიანი ხმალების, ანუ ენერგია არ ვიცი სად მივდივართ, არ ვიცი რა იქნება. შეიძლება ღამეც იღვიძებ და აქ ნერვიულობ თქვენ რომ საერთოდ იქნება დასასრული ამ ჩემი კოშმარების. გავიგე ბოლოს და ბოლოს თუ არა. იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება ისე წავიდეს სიტყვაზე პაუზაში, რომ არაფერი არ გითხრათ, თან გავიდა იმ პერიოდში, როცა სიყვარული იყო თქვენ შორის. აქ ახლა შეიძლება ჩხუბი და რამე არაფერი არის ზოგჯერ სიტუაცია, რომ ყველაფერი მიდის ნორმალურად, წყნარად და უცბად და კარები დაიხურა. გაიგეთ, აი რაღაცა არის ეგეთი მომენტები და გაუგებრობა არის რა. აი ეს არის კარმული თემებს, იმიტომ გიღეჭავთ ხოლმე, რომ მე თქვენ ვარდებით აი ასეთ სიტუაცია, ასეთ მდგომარეობაში, რომ კოშმარები გესიზმრებათ და ცუდად ხარ და პასუხებს რო ვერ პოულობთ, რომ ვაიმე რა ვქნა, რა გავაკეთო, გუშინ მითხრა მიყვარხარ, ან 1 საათის წინ მითხრა მიყვარხარ და მე ადგა და დამბლოკა, ვაფშე არაფერი ისეთი არ მithქვამს, ხო? ან თქვა არც მიფიქრია რამე ცუდი მეთქვა და თქვა ადამიანმა მიიღო აი ისეს თავისებურად და აი ეს არის ზუსტად რომ იწყება ეს ასე წოდებული გაკვეთილები, გამიგეთ და ამიტომ უკვე ჩვენ გვტოვებენ ცალ-ცალკე იმისათვის, რომ იქ გავიგოთ რაღაცები და მე ხა მაქსიმალურად გიგეხმარებით, რომ გაიგოთ, მაგრამ ყველაზე ძალიან დაგეხმარებათ, ნუ ჩემ შემთხვევაში დავუშვოთ მატრიცა რა, იმიტომ რომ იქ არის პროგრამები და იქ ძალიან ადვილი არის, რომ გავიგოთ ეს და რა უნდა გააკეთო და უფრო დააჩქარებ, თქვათ, ამ პროცესებს. აი ეს არის, მაგრამ აქ გვაჩვენებენ ჩვენ რომ პროცესი ამ ადამიანის პროცესები უკვე მთავრდება, აქ უკვე აქ რა გელოდებათ, ეხლა რა ცვლილებები არის, ცვლილებები თქვენ ურთიერთობაში ყველა ვარიანტში იქნება. ეხლა აქ შემიძლია თქვა რომ 90-ზე მეტი პროცენტი იქნება ცვლილებისთვის, რომელიც არ არიან ცოლ, ქმარი, ან გაშორებულები შეიძლება ხართ, არიან ზოგჯერ ცვლილები, რომ გაშორდებენ, მაგრამ მაინც აგრძელებენ ურთიერთობას. ხო და უფრო ისეთი ადამიანებისთვის, ვინც აი თქვათ, ეხლა შეხვედრები და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ პატარა პროცენტი შეიძლება გქონდეს აქ ოჯახი, თქვათ საყვარელი ქმარი, ეს ძალიან პატარა პროცენტი, იმიტომ რომ ესეთი არკანები უფრო მოდის, გვაჩვენებენ მაგრამ აქ ნახეთ როგორი მომენტი, აქ არის დამოკიდებული სხვათა შორის, შეხედეთ რა ცვლილებები იქნება. ადამიანი კი მოვა თქვენთან ალბათ უფრო სიყვარულით. ვნახოთ ახლა ჩვენ აქაც ხო პოზიციებს, მაგრამ აქ გოგოს გადასაწყვეტი იქნება. იმიტომ არის აქ რომ ეს ბიჭი ასე ნერვიულობს რა, იმიტომ რომ შეიძლება ეს პაუზა კი ძალიან გააგრძელა, მაგრამ აქ ნახეთ როგორი მომენტი აქ არის, თვითონაც შეიძლება ეხლა თუ თქვენი მამაკაცი თქვათ ეზოტერიკაში რაღაცა ესმის, მაგას კი შეიძლება დაუშვოთ, ფიქრობს რომ პროცესები მიდის, მაგრამ თუ აზრზე არ არის, თვითონაც ვერ ხვდება, იმიტომ რომ ეს როგორი მომენტი არის, იცით, როცა დაუშვოთ შეიძლება მინდა რაღაცა გავაკეთო, მინდა მივწერო, მინდა, მაგრამ რაღაცა ძალა რო გაჩერებს და გეუბნება არა. არ მიწერო ეხლა და აი ეს არის რა, როცა ადამიანში მიდის ეხლა ერევა თქვათ ეხლა სულის და ტვინი რა, იმიტომ რომ ტვინი ძალიან მაგარი ისე ყავს ჩვენ რა, რომელიც კარნახობს იმას, ეს სხვა თემაა ძალიან გრძელი, იმიტომ გეუბნებით ყოველთვის, უსმინეთ თქვენ სხეული ყოველთვის გეუბნებათ თქვენ რა უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ გითხეთ თქვენს თავს დაუშვოთ. აი ეხლა თქვათ, სიტყვაზე დავუშვოთ ბიჭებსაც, ხო? აი მივწერო ეხლა მე და აი უყურე თქვენს გულს, თუ გული გეუბნება არა, მაშინ არა, თუ გეუბნება რომ კი მიდი იმოქმედე და მე ტვინი ერთობა და გეუბნება არა ბიჭო მოიცე რა, სად მიდიხარ ეხლა, უარს გეტყვეს და შევაბშე არ ახსოვ ხარ და ამდენი ხანი რო არ გამოჩენილ ხარ და რაღაც და მე უკვე მოდის ბევრი ისეთი ფიქრები რომ ეჭვიანობა და ასე შემდეგ და ამ დროს აი ეს ძალა არის ზუსტად რომ გაჩერებს და ზოგჯერ არის აი ამ პერიოდში შენ გასწავლიან თქვათ უსმინო შენ სხეულს, უსმინო შენ სულს, უსმინო შენს გულს და არა
იყო დაუშვათ ახლა დამოკიდებული ტვინზე და იმაზე ვინ რა სიტყვის და საზოგადოებაზე ყოველთვის უნდა მიიღო შენ რაც გინდა და არა სხვას რაც უნდა აი ადამიანები არიან ზოგი რომ აი მაგაზე მოქმედებს ძალიან საზოგადოებრივი აზრი და ამის გამო ვერ აკეთებენ თვითონ გადაწყვეტილებებს რა და ცხოვრობენ სხვისი აზრებით სხვისი ჭკუით ეს არის ძალიან ცუდი რატო იმიტომ რომ აი თქვენ თვითონ ახლა თქვენს თავს გაეცეთ ახლა პასუხი რა თქვენს მეზობელზე რამდენი ხანი ფიქრობთ თქვენ 24 საათი ვინც არ უნდა იყოს რა ჩვენ უფრო ყველა ვართ რა ჩვენს თავზე მაინც მიმართულები რომ ანუ თქვენს თავზე მაინც უფრო მეტ ხანს ფიქრობთ თქვენ და თქვენს ცხოვრებაზე ვიდრე სხვა ვიღაცაზე და ვიდრე თქვათ ვიღაცის ცხოვრებით ხარ თქვენ დაკავებული ხო არ მზიხარ და ხა ნუ და თან ახლა დაუშვათ და ვიღაცას თქვათ უჭირს ან თქვათ ახლა რაღაცა პრობლემა აქვს ან რაღაც მე არ ნუ საზოგადოებას გულისხმობ ხო ხო არ ფიქრობ თქვენ ახლა იმდენი უნდა ვიმუშაო რომ იმასაც იმ მეზობელსაც მისცენ ახლა უკაცოდ ცხოვრობს იმ ისა ნუ კაროჩე რა ხომ მიმიხვდეთ რა ეს არის სისულელე როცა შენ ხარ აყოლილი სხვის აზრებს ეს არაფერს არ მოგიტანს კარგს არაფერს არ მოგიტანს კარგს ხო და ამიტომ არის აი აქაც ცოტა ესეთი თემა არის რა რომ ეს დაახლოებით ეგეთი გაკვეთილი შეიძლება იყოს ამ სიტუაციაშიც რა ნახოთ ახლა რა გრძნობებს რა ეხლა რა გრძნობები აქვს ამ ადამიანს ნუ ეხლა გული აქ გატეხილი ნახეთ ახლა არის კი თვითონაც ახლა ხდება და აპრილში ნახეთ აპრილში გამოდის აქედან რა ხო გითხე რა აპრილის ენერგია რა იქნება და უკვე გვაჩვენებს ჩვენ რომ მოერევა ამ სიტუაციებს რა ნუ ეს აუცილებელიც იყო ეგ სიტუაციები აქ მაღალი ძალები ჩაერთნენ გაიგეთ რომ აქ აუცილებელი იყო რაღაცა გაურკვეველი სიტუაცია შეიძლება იყო აი აქ იმდენად გაუგებარი სიტუაცია იყო რომ აი გადაწყვეტილება მიიღეს მაღალმა ძალებმა რომ რა მოდი რა შევწყვიტოთ ცოტა პაუზაში ჩავაგდოთ ეგენი ცოტა ჭკუა ვასწავლოთ გამიგეთ და აქ ახლა ქონდა გული გატეხილი იყო ეს ადამიანი მაგრამ გამოდის ამ მდგომარეობიდან უკვე აპრილში всё გამოვიდა თან ძალიან გამოვიდა კი აქ უკვე მონატრებისკენ წამოვიდა ნუ ეს ასე არის საერთოდ როცა აი ეს ყველაზე ბანალური ახსნა ხო იცით რომ როცა და თქვათ ეს სიტუაცია სრულდება ჯერ გული გტკივა ყველაფერზე თქვათ ხო ნერვიულობ და ასე შემდეგ მე უკვე ცოტა გაანალიზებ სიტუაციას და მე უკვე მოდიხარ ჭკუაზე და მე უკვე გახსენდება რატომ გადავდივარ ჩვენ მე ძალიან მონატრებაზე ხო თავიდან ხო ვარ და აი всё არ მინდა 100 წელი მაგას ახლა არც მივწერ არც დაველაპარაკები აი რომ მოვიდი სახში არ შემოუშვებ ნუ ასეთ რაღაცები ხო შეიძლება ზოგს ემართება მაგრამ მე დრო რო გადის შენ მე წყნარდები ლაგდები და მე უკვე გახსენდება მხოლოდ კარგი რაღაცა პერიოდები რა და უკვე გენატრება ადამიანი იმიტომ რომ თითქოს აი გიშუშდება ეს იარები ასე რომ ვთქვათ და ამიტომ აქაც ეგეთი სიტუაცია გვაქვს რომ აპრილში უკვე ამ ადამიანს მართლა მოენატრებით მართლა უკვე მოუნდება თქვენსკენ მისის ნუ უკვე შეიძლება როგორ არის იცით უფრო მეტად გამოაჩენს თავს მოდეთ ასე რომ ვთქვათ ჩვენ აი უფრო მეტად გამოაჩენს თავს ადამიანი რა და უფრო მეტად თავის გრძნობას გამოხატავს იმიტომ რომ აქ უკვე უზომოდ მონატრებული იქნება თქვენზე და ну ზოგისთვის შეიძლება даже აქ ну ქმედება მოდეთ ნახოთ ახლა აქ ქმედება თუ იქნება აქ იქნება ქმედება სხვათა შორის თან ძალიან განახლებული ქმედება იმიტომ რომ მე-20 არკანი ეს არის უკვე სხვანაირად არის რათან ეს ჩქარი ქმედება არის აქ თვით უკვე მაღალი ძალებს აქ ბედი ერთობა გამიგეთ აქ უკვე даже მისი ქმედება მასზე დამოკიდებული არ იქნება აქ არის ზუსტად ეს მომენტი როცა დაუშვათ მე ვერც ну შეიძლება ერთს ფიქრობ მაგრამ სულ სხვა რაღაცას ვაკეთებ რა და თქვათ არ მინდა რომ მივწერო მაგრამ ამ დროს ნამდვილად მივწერ რა კი აი ხო ხედავთ ადამიანი რომელიც იჯდა თქვენგან შორს იყო დიდი ხნის პაუზა ხო აქ ადამიანში მოხდა აი ცვლილება განიკურნება ხო ცვლილება მოხდა ძალიან დიდი აქ ნახეთ რა ძლიერი მაღალი არკანები გაიარა მე ხო გითხარით აი აქ
რომ მაღალმა ძალებმა ძალიან მოკიდეს ხელი მაგას, ხო? და ახლა ასეთ მდგომარეობაში როცა ადამიანს მიიყვან, ну, ესე იგი ბევრი დრო გქონდა ადამიანს იმისთვის მოსაფიქრებლად. აქ შეიძლება გეუბნებით, რომ არ იყო, თქვათ, პაუზა ძალიან ისეთი პატარა, თქვათ, ერთ კვირა და სამი კვირა. არა, აქ შეიძლება даже რამდენიმე თვეც იყო აქ პაუზა რა. მაგრამ ეს ყველაფერი საჭირო იყო, რომ მას ახლა უნდა ეფიქრა სხვანაირად და აქ ადამიანი ნახეთ ხვდება, რომ ეს ჩემი სული არის, ანუ აქ თვით სული იღვიძებს, გამიგეთ, სული ეუბნებათ ბიძგს აძლევს. ნუ აქ მაგარი ის იყო, რა ქვია, ხორცს მანქანაში რო იტყვიან რა, გაატარეს რა ადამიანი რა. კი, აქ მედება იქნება, აქ უკვე განახლებული სხვანაირად მოვა, აი ვერ იცნობ ადამიანს ისეთი მოვა აქ. ვერ იცნობთ. იმიტომ რომ აი ნუ მე არ გეუბნებით რომ სრულიად შეიცვლება, მაგრამ შეიძლება ისეთი თვისებები იქნება ადამიანს, რომ აი რაც ადრე არ გაუკეთებია არასოდეს, აი შეიძლება ისე მოიქცევა, გაიგეთ, აი ნუ რაღაცა, ნუ მოდ ბანალური ახლა, შეიძლება თქვა ყვავილები ცხოვრებაში არ უჩუქებია და მოიტანს ახლა თაიგულს, ხო და გაგიკვირდებათ, რომ ღმერთო ჩემამდენი წელი ვიცნობ და ახლა პირველად მოიტანა. ნუ რაღაცა ეგეთი თქვენ ზოგისთვის შეიძლება ეს უცნაური კი არა, ყოველდღე მოაქვს, მაგრამ მე გეუბნებით საერთოდ რომ რაღაცა ისეთი შეცვლილი მოვა, აქ რა თქმა უნდა, ნუ იმპერატორი, ეხლა ეს არის საჯარო გაშლა, ამიტომ მე გეუბნებით რომ ზოგისთვის მართლა ეს ყვავილებიც იქნება ვაო და ზოგისთვის შეიძლება მანქანას სახს უყიდეს რა ვიცი რაღაცას იზავს. გააჩნია რა, იმიტომ რომ აქ არის, ნუ ყველა შესაძლებლობაც და ხასიათი და ასე შემდეგ. ხო და აქ არის ზუსტად ეს პერიოდი იყო, აი თითქოს, აი როგორ არის იცით, მაგალითად, რომ წაიყვანეს რაღაც სამკურნალოდ, ბევრი რაღაცა მედიტაციები ჩაუტარეს, რაღაცა სიტუაცია გესაუბრენ აქ სულის დონეზე, გამიგეთ რა ხდება? იმიტომ არის რომ თქვათ აი ადამიანს აი ფიქრობს რაღაცას, მე რაღაცას გრძნობს, რაღაცას შეგრძნებენ, ნუ ეს პროცესი რომ მიდის ხო ხდება ტრანსფორმაციის. და იმიტომ გეუბნები რომ შეცვლილი მოვა აქ ადამიანი, აუცილებლად მოვა შეცვლილი, სხვა რაღაცა ქმედებებით, რომ გაგიკვირდება თქვენ, რომ აი ღმერთო ასე რამ შეგცვალა შენ რა. ნახოთ ახლა აბა რა უშლის ხელს ჰარმონიურ ურთიერთობას, რა უშლის ხელს. ნუ აქ ნახეთ რა უშლის ხელს. აქ შემიძლია გითხრათ ერთი პრობლემა გაქვთ თქვენ, შეიძლება ადამიანი ცოტა არის მოუსვენარი, ნუ აქაც ჩვენ გვაჩვენეს კვერთხების მეფეა, ხო? კი, თქვენც ახლა პრინციპში თქვენ ახლა აქ даже შეიძლება ნახოთ შეიცვლება სიტუაცია როგორ. თუ დაუშვათ, აი ეს ადამიანი აქაც ნახეთ კვერცხების არის აქ მეფე, ხო? აქ შეიძლება არის ზუსტად ეს даже მეფე არა, აქ даже აქაც რაინდე ხედავს თქვენ, რაინდე შეხედეთ აქ რა ხდება. ანუ ზუსტად ეს მომენტი არის, როცა ადამიანი და აქ ჩვენ ეს როგორ ეს გამოჩნდება, ეს ზუსტად თქვენი მე ხო აქ სხვაობა უეჭველი ვიღაცას ექნება ასაკში. ანუ ეს ტიპი არის საერთოდ ცოტა მოусვენარი. აქაც ნახეთ თქვენს ჰარმონიასაც ეს სიტუაცია უშლიდა ხელს. რატო? ნახეთ, მოусვენრობა ერთია, მაგრამ აქ იყო როგორ წავიდა, მოვიდა, ვერ გაჩერდა. აი რაღაცა სულ რაღაცა მოძრაობებში არის და არასტაბილური არის ეს პარტნიორი. გამიგეთ, ეს უშლის ხელს, რომ თქვენ არა ხართ, თქვათ, მიგითხართ, აქ ცოლქმრული თემა არ არის. შეხვედრები გამოჩნდა, წავიდა, ხო? აი აქ ნახეთ, ჩვენ ხო ვკითხეთ, რომ რა შეიცვლება. ნახეთ, ეს სტაბილურდება და ეხლა თქვენ გდიოს. იმიტომ რომ თქვენ ახლა უფრო თქვათ არ გეცლებათ შეიძლება, იმიტომ რომ კვერთხების დედოფალს არასოდეს არ ცალია, მაგას აქვს უსაქმე. ანუ ეს როგორ შეიძლება სახში დაჯდეს სიტყვაზე და თქვენ არ გეცლებათ. ანუ იცვლება რაღაცა აქ როლები, გამიგეთ, აი ესეთი თემა რაღაც მოდის რა. იმიტომ არის აქაც იცვლება სიტუაცია, რაღაცა თითქოს აი აი ნახეთ, ჩვენ ხო გავდევართ რაღაც გამოცდილებას, ხო, ურთიერთობაში რა. და ამიტომ ახლა შეიძლება თქვენ რაღაცა პერიოდის სცენარი გქონდათ ისეთი, სადაც თქვენ იჯექით და მას ელოდებოდით სულ, თქვათ 24/7-ზე და ეს ახლა არც ჩდებოდა, ხო, ან გამოჩნდებოდა, წავიდა და всё. აი იმიტომ ჩააგდეს, აგა მოდი აბა ვნახოთ როგორია, როცა შენ მოდიხარ და მას უცალია შენთვის. აბა მოდი ხა შევცვალოთ. აი ნახეთ აქაც შევცვალოთ სიტუაცია, მოდით შევცვალოთ სიტუაცია და ვნახოთ როგორია, როცა შენ სულ ცალია და ის ხა დაკავებულია.
აი ეს მომენტი არის, რომ ალბათ აქაც რომ რადგან გვაჩვენეს ჩვენ ეს და იგივე არკანი რო არის, ესე იგი აქ არის ზუსტად ეს სიტუაცია, როცა ამის რაც ეს გიშლიდა თქვენ ხელს, ხო? ანუ ვნახოთ ახლა ჩვენ მაშინ სადამდე მივა, ანუ თქვენი ეს პირადი ცხოვრება აპრილის ბოლოს. Ну, აი ნახე, დამშვიდდება სიტუაცია ძალიან კარგი. იქნება ძალიან მშვენიერი, ძალიან მშვიდი იქნება. так, რა ხდება აქ? აქ ნუ გადასტაბილურდება, იცით ეს სიტუაცია. ახლა ამ შემთხვევაში ნახეთ, სხვათა შორის, აი რომ პირად ცხოვრება, ხო? აქ სხვათა შორის ძალიან შევსებული იქნება, ძალიან რაღაცნაირად ამ შემთხვევაში აქ ეშმაკის არკანი კი გამოვიდა, მაგრამ ეშმაკის არკანი ეს ყველაფერი ჩვენი მიწიერი, ხო? ანუ ხა თან პლუს კიდე 10-იან პენტაკლების 10-იანთან. ანუ ეს არის როცა ადამიანები ერთად არიან უკვე, მაგრამ აქ ნუ ხო გეუბნეთ განიკურნებული არის. ანუ ეშმაკისგან ყველაფერი უფრო კარგი, ხა იმას ხო არ აქვს მარტო ბნელი მხარი, იმას პლუსებიც აქვს რა. ანუ როცა ერთად გვინდა ვიყოთ, ერთად გვინდა რაღაცა ვაკეთოთ, ერთად გვინდათ რომ თქვათ რა, სადმე წავიდეთ, რა ვიცი, ანუ даже უფრო აი სახლის რაღაცა თემებში ერთად გვინდათ ვიყოთ. ანუ აპრილში როცა შეიძლება აქ ახლა ეს პაუზები და რაღაცა რომ იყო უფრო მეტი დრო ერთად გავატაროთ ჩვენ, გამიგეთ რა ხდება, იმიტომ რომ აქ სიტუაცია ნახეთ, თითქოს ჩვენ გავიმარჯვეთ, ორივენმა გავიმარჯვეთ და ეხლა უკვე აქ იქნება სიტუაცია, როცა დაგვამშვიდეს. ნუ ასეთი გაკვეთილი როცა მიდის კარმულში, რატომ არის ხოლმე, როცა რაღაცა პერიოდი ხანძლივი და შეიძლება ზოგს აი კარგად არიან, თუნდაც 1 წელი, 2 წელიც არის კარგად სიტუაცია მიდის, მაგრამ უცბად რაღაცა ხდება და იცვლება და იმიტომ არის, რომ ეთქვათ ეხლა რომ აი ზოგი თქვა ჩორდება მე ისე რიგდება და ეს ასე არის რა. გააჩნია, ეხლა ნახეთ, თუ დაუშვათ შენ რაღაცა დიდი მანძილი ქონდა იმისათვის, დიდი პერიოდი, ნახეთ, მანძილიც შეიძლება, პერიოდიც რომ ქონდა იმისათვის, რომ შენ გაგევლო ეს ძნელი გაკვეთილი და თქვენმა წყვილმა ეს გაიარეს, მაშინ უკვე თქვენ გაძლევენ სხვა ეტაპს, ანუ გაძლევენ უკვე ხანძლივ სიმშვიდეს. მოდი ასე თქვათ, უკვე თქვენ დიდი ხანია შეგიძლიათ იყოთ ერთად მშვიდად, იმიტომ რომ თქვენ უკვე გაიარეთ ეს რაღაცა რთული პერიოდი. იმიტომ რომ აქ გქონდა თქვენ შეიძლება ბევრს რომ მანძილზე ყავდეთ თქვენ, მაღალ ძალებს 1 წელიც შეიძლება, ან 1 წლის განმავლობაში პერიოდულად თქვათ ხდებოდეთ, ისევ დაშორდებოდეთ, ისევ დაშორდებოდეთ. გამიგეთ, აი ეგეთი რაღაცები თუ იყო, ესე იგი თქვენ ჩათვალეთ, რომ ეს თქვენ ეხლა უკვე გაიარეთ რაღაცა ძალიან მძიმე ისეთი თქვენი ჩაფიქრებული სიტუაციები, ხო? და ეხლა გვეუბნებიან, რომ всё, ეხლა გეძლევა თქვენ სიმშვიდე და კაი ხანი იქნებით ერთად თქვათ ბედნიერად. აქ მეზობლებსაც გააფრთხილეთ, იმიტომ რომ ძალიან სექსუალური ენერგიებიც მოდის, ხო და უფრო აი რაღაც კარგად რა უნდა იყოთ რა. даже აქ აპრილი კი არა, აპრილიდან და აქ უმეტესობას ექნება 1 წელი ან 2 წელი, შეიძლება ძალიან მართლა ძალიან კარგი და ჰარმონიული ურთიერთობა. ჰარმონია შემოდის, იმიტომ რომ ეს თქვენი ვაჟბატონჩიკი აქ უკვე მშვიდდება, მიხვდით? აი ეს არის რა და ნუ ვნახოთ ახლა რჩევა თქვენთვის. აი ზუსტად რჩევა ეს არის, რომ შენ უნდა ეს ვისთვის უფრო რა რჩევა გვაქვს ჩვენ, ხო? ანუ ურთიერთობაში ნახეთ ყოველთვის უნდა აი აქ რას ვეტყოდი იცით, даже არჩევანი უნდა გქონდეს და არჩევანი უფრო მე რატომღაც მომდის, იცით რა? ეხლა ვეკითხოთ თუ სწორედ მომდეს. იცით როგორ არის აქ? აი ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა მოხდეს, ხო? ყოველთვის თქვენ ვიცით, ერთი წამით რაღაცა სხვა რაღაცაც კიდე მომდეს აქ. რჩევა თქვენ.
აჰა, ხო, სწორი. ანუ ნახეთ, არც მომდიოდა პირველი ის არის ყველაზე სწორი რა. ანუ ესე იგი ყოველთვის იმის მიუხედავად რომ ეს არის 7-იანი, იმიტომ რომ 9-იანი რო ყოფილიყო, ხო, უკვე არც დავეჭდებოდე, ხო, მაგრამ მაინც აქ უფრო გვეუბნებენ, აირჩიე ის, რაც შენთვის არის მთავარი. ყოველთვის არჩევანი როცა გაქვს, შენი აირჩიე. იმიტომ რომ აქ შენ ისედაც გასწავლეს, რომ შენ არ უნდა იყო დამოკიდებული იმაზე, პარტნიორი ეხლა შენს გვერდით არის თუ სადღაც არის, ხო? ანუ ურთიერთობაზე რო ხარ ძალიან, ხო? აქ უნდა იყოს ენერგიების მიმოწვა. ყველა ვარიანტში ბალანსი უნდა დაიჭიროთ, პლუს კიდე აქ არის სიტუაცია, როცა თქვენ თუ გინდათ რომ ეს ურთიერთობა წავიდეს ისე როგორც თქვენ გინდათ, ხო? აქ უკვე ნახეთ, არ უნდა იყო თქვენ სულ მიჯაჭვული იმაზე და სულ იფიქროთ იმაზე, რომ ოღონდაც ჩემს გვერდით იჯდეს. ნახეთ, აქ შეიძლება იმიტომაც გარბოდა ეს ადამიანი, რომ თქვენ ძალიან მიჯაჭვული იყავით მაგაზე და აი ძალიან ისე იყავით, რომ ოღონდაც ჩემს გვერდით იყოს, ოღონდაც არ წავიდეს, ოღონდაც ეს აი ყურადღება ბევრი, აი ის გაშლა ნახეთ მე რომელიც ჩავწერე, მე მგონი ამ კვირის იმას რა ქვია, იქ მე ვხსნი ბევრ რაღაცებს რა. რატო აქ იმიტომ რომ გეძლებათ ახლა მართლა კარგ პერიოდს გაძლევენ ძალიან კარგ პერიოდს, მაგრამ ნუ ხარ დამოკიდებული იმ ადამიანზე, რომ ის იყოს შენს გვერდზე. იმიტომ რომ ნახეთ, შენ როცა არ უშვებ, ხო, ადამიანს, ხო, ის მერე ძალაუნებურად გარბის, ხო? და შენ როცა უკვე ანუ აქ ილუზიებს, ნუ ქმნი, აქ ილუზიები არ მიყვარს ვაფშე 7-იანს როცა კითხულობენ. ნუ იმას რა ქვია, თასების როგორც ილუზია, იმიტომ რომ ახლა ილუზია იმდენად არა, ოცნებები და უფრო ვეტყოდი რა. მაგრამ აქ გეუბნებიან, რომ და მართლა შენი ოცნება ასრულდება და მართლა თქვენ იქნებით კარგად სერიოზული ურთიერთობაში ამ ადამიანთან, თუ შენ სულ არ იფიქრებ მაგ ადამიანზე და მაგის იმაზე, რომ თქვათ ახლა სულ შენს გვერდით იჯდეს, იმიტომ რომ შენ უნდა იყო დაკავებული შენი საქმეებით, გამიგეთ? აქ მართლა ეს უნდა შეიცვალოს ეს სიტუაცია, რო გითხარით, რომ ახლა უკვე გოგო უნდა იყოს დაკავებული რა. დაკავებული უნდა იყო თქვენი საქმეთ, იმიტომ რომ შენ როცა გაქვს შენი საქმე, შენ უკვე აღარ არზიხარ სულ რომ ოღონდაცა და როდეს დამერეკავს, როდეს მომწეს, მოვა თუ არა, იქნება თუ არა ჩემს გვერდით და მაგით უფრო გამოიწვევ შენ ინტერესებს, უფრო მეტად გამოიწვევ შენ მამაკაცში, რომ ესე იგი ნუ ეს არ არის ეს ხალი სუნთლად ახლა ჩემზე მიჯაჭვული და ასე შემდეგ. გამიგეთ, რას გეუბნებით? აი ეს გაითვალისწინეთ აუცილებლად, რომ კაცებს არ უყვართ ის რომ ხალი 24 საათი 7-ზე წერს, ვაიმე, სადა ხარ, რა ხარ, როგორ, რატო არ მწერ, რატო არ მოდიხარ, რატო როდის მიხვალ, როდის მოხვალ, არ უყვართ, გამიგეთ? როცა შენ თვითონ ხარ, აი აქ უნდა იყოს ჯამრთელი მიმოცვლა ენერგიების. ჯამრთელი. რომ ნუ აწუხებთ, ასე თქვათ, ახლა იმით, რომ ყოველ წუთში აბა გეხოცები, აბა მომწერე, ნუ ყურადღება მაკლე. აი არა. არა, აი ნაკლებობის პროგრამაზე მე იქ ვლაპარაკობდი ზუსტად რა, ეს ნაკლებობის პროგრამა უკვე დაამუშავეთ, всё, მორჩა. უკვე აღარ გექნებათ, აქ ვეუბნებიან, რომ ეს პროგრამა უნდა წავიდეს თქვენიდან რა, როცა შენ იყავი სულ იმაზე, რომ სად არის და როგორ არის და ასე შემდეგ. უნდა გქონდეს გალს თავისი საყვარელი საქმე, რომელშიც ეს თვითონ არის, თქვათ, ჩაფლული თუ როგორ თქვა, ხო? და მერე უკვე არ იქნება იმდენი დრო, რომ სულ იჯდეს ტელეფონში და ელოდეს, როდეს მისცეს და მერე უფრო ადამიანს თქვენს მამაკაცს უფრო მეტი ექნება აქ სურვილი, რომ იფიქროს თქვენზე და აქ სხვათა შორის კაი სიტუაცია არის, იმიტომ რომ სერიოზულ თემაში მიდიხართ. და სხვათა შორის თუ ვინმეს გაწუხებთ თქვენ პრობლემა იმისი, რომ გაქვთ თუ აი თქვათ მაგ ადამიანს, ნუ სხვაობა თუ გაქვთ რამე. Вообще არ აინტერესებს მაგას ეს სხვაობა, თქვენი არანაირი სხვაობა არ აინტერესებს მაგ ადამიანს. Всё, ჩემო სიხარულება, მე ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება თქვენი აპრილის თვე და პირადი ცხოვრება. გელოდებით კომენტარებში. ეს არის თქვენი მადლობა ჩემთვის და სამყაროსთვის, რომ აქ ჩვენ აი ასე ერთად ვიშრომეთ. Всё, მიყვარხართ მომავალ შეხვედრამდე.